მეგობრებო, გამარჯობა. ჩემს უკან თქვენ ხედავთ ახლა სახლს, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები პირდაპირ ბერიას აგარაკია კოჯორში. რა თქმა უნდა, ამ ობიექტის გადაღება ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ ვინაიდან სხვადასხვა მეპატრონე ყავდა, ხელიდან ხელში გადადიოდა, სარესტავრაციოთაც იყო შემდეგ წარდგენილი პროექტი, იმიტომ რომ ცუდ მდგომარეობაში ვხედავთ, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. დღეს ვიმყოფებით აქ სწორედ იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ ეს სახლი, გადავიღოთ ფოტოები, დავამუშავოთ ტერიტორიები, განვნახოთ არის თუ არა რაიმე უცნაური საერთოდ თუ ხდება იმ სახლში, რომელიც არქივიდანაც ვიცით გადმოცემით, რომ ძალიან ბევრ უცნაურობას ინახავს. ამაზე კონკრეტულად პასუხები გვექნება, როდესაც პარანორმალი მუშაობას დაასრულებს და კვლევის უშუალო შედეგები გვექნება ხელში. გამეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო იქნება. ჩემთან ერთად არის ჩემი თანაშემწე სანდრა, რომელიც დამეხმარება მე და იდგება მთელი რამის განმავლობაში ჩემთან ერთად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დაურეკეთ მეპატრონეს, მან მოგცა უფლება, რომ შემოსულიყავით და გადაგვეყოთ სახლი, აუხსენით, რომ ის შესანიშნავ სახლებს ვიღებთ, რომელიც გამორჩეულია თავისი უცნაურობებით. ეს სახლი ნამდვილად არის გამორჩეული ამით. და როგორც ადგილობრივი მოსახლეობაც ლაპარაკობს, თუმცა ისინი ერთ და იგივე ფაქტზე არ საუბრობენ სულ სხვადასხვა ფაქტზე. მაგალითად ის, რომ ბერიას გამოსახულებასაც ნახულობენ დრო და დრო ამ სახლიდან. გაურკვეველი სინათლეები გამოდის სახლიდან, არადა ძალიან კარგად ვიცით, რომ სახლი აბსოლუტურად მიტოვებულია, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, როგორც ხედავთ, აქ ნებისმიერი ელექტროობა გამორიცხულია. რას უნდა გამოეწვია ეს ყველაფერი, ამას დავადგენთ, რა თქმა უნდა. დროებით, მეგობრებო, და როგორც კი დაღამდება, ჩვენ დავიწყებთ გამოკვლევებს. თუ რა თქმა უნდა დღეს ხელი არავინ შეგვიშალა და შევძელით ობიექტზე იმ დრომდე დარჩენა და დრომდეც ყველაზე მნიშვნელოვანია მუშაობა. ეს გახლავთ გვიან ღამის საათები. ვიმედოვნოთ, რომ პარანორმალი დღეს შეძლებს და გამოიკვლევს აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ობიექტს, რომელიც პირდაპირ ბერიას აგარაკია, ის ამოდიოდა ხოლმე დასასვენებლად აქ. და მათ შორის არქივიდან ვიცით, რომ 10 ქალიშვილი გოგონა, რომელიც ამ აგარაკზე ამოვიდა, შემდეგ მათი კვალი ხდება. ვარაუდები ბევრია ამ საქმის გარშემო, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულებები. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან ბერია ჩეკისტი იყო და ძალიან ბევრი სისხლი და მკვლელობა მის კისერზე. მაშასე, დროებით მეგობრებო და გადავალთ უშუალოდ გამოკვლევებს. გავთიშოთ კამერა, სანდრა. მეგობრებო, მოკლედ გასაგები იყო, რაც აგიხსენეთ, ახლა შევდივართ უშუალოდ სახლის ტერიტორიაზე, რათა გაჩვენოთ შიდა პერიმეტრები და პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, სენსორული დეტექტორები ჩართული გვაქვს და არ გამოგვეპარება თუ იქ რაიმე პარანორმალურ ზონებს ექნება ადგილი. ასე რომ ოპერატორს ხო მომყვეს, მოყვები სანდრა და მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ, რომ არ გამოგჩეს არაფერი. ძლივს ჩავარდა შემთხვევა ამ სახლის გამოკვლევებს. Okay. ეს კიდევ რაღაცა
Sorry, Tima. ეს კი ცენტრალური ადგილი სახლის. თუმცა აი აქედან ზემოდან აშკარად გავიგეთ ნაბიჯების სხვა. ხო არ მოჩვენებია სამარა. არა, იმიტომ რომ ერთხელ არ განმეორდა, ეს იყო 1-2 გაიარა, გამოიარა. გავიგეთ ნამდვილად. ცუდი რა მომენტია იცით? ჩვენ ყველაფერი გამართული ქონდა. და მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, რომ ველოდებოდით დაღამებას. როდის დაღამდებოდა და შევძლებდით გამოკვლევების დაწყებას. კამერები მაგრამ ერთის გამართული იყო და სენსორული აპარატურა. ეს ამბავი რომ მოხდა. იმედი მაქვს რომ ჩვენ არ მოგჩვენებია და შევძლებთ ამ ყველაფრის ფაქტებით დადასტურებასაც. შეიძლება ღამე წინ არის. ამაზე მოდი დავახალიეროთ. ხედავთ რომ რა მდგომარეობაშია. აქეთ გადასვლა არავითარ შემთხვევაში აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ავარიული მდგომარეობაა და თავისთავად ვერ გაუძლებს ფეხის სიმძიმეს და ჩამოიგრევა. აი ზედა მხარესაც ხედავთ რომ უკან ჩამოშალია. აქტივობა ამ დროისთვის არ შეინიშნება. ჩავრთეხ მამაკას. დეტექტორები დუმს არა? თუ უბრალოდ გამოვცეთ ორი. მუშაობის რეჟიმშია ჩვეულებრივ. გადავიდეთ შემდეგ. ბუხარი. საინტერესო. ძალიან ვიწრო. ეს ბუხარი ეჭქედა ძალიან ვიწრო გამარჯვებულად მომჩვენება. Celor sono dovuto. ხო. ელა პეთხილად.
სართულზე ასასვლელი გიბეა. მაგრამ გაგვიძლიეს ეს კიდე. ნახოთ რა. Ქვემოდან მასიური გიბეჭი ხის არის. ხის გიბეა. მაგრამ საინტერესოა ზედა სართული. ჭირები ნორმალური მდგომარეობაშია. ხედავ? კი. კარგი, ვნახოთ. ძალიან რბილია კიბეები. ხმა იყო. Შემანდდება ფეხის. რა ხდება? Svenja. Svenja. Как нам дальше снова работу? Делать. И. Могу так проекта такие. რბილი არის სიატაკი. მოვიდე? შუშია და Nu moet je dus. Чувствую, что активно is გარდა ჩანს ზედა სართული ხალხო ყოფილით მანდ
ჩემი სასწვლის ზედა მხარე, ზუსტად ეს ადგილია. დახმების რაიდან მოდიოდა ეგ მაინტერესებს. აქედან მით. არა, აქედან. ან სხვენიდან. Gott, ihr Pereira. Ay, ¿qué? ¿Qué? Mejor un cojuda. Chatita. Ქვემოდან. ეხლა უკვე ქვემოდან მოისმა ხმა. ორშენ გავიგეთ. ჯერ მე ჩავა. მერე შენ ჩამოვყვები. კიდე იყო. Ramodeni međer. Svojnidan. Uisma nabidudis xma. და შემდეგ როცა ზემოთ ვიყავით, უშუალოდ ქვემოდან გაისმა ხმა. ჩვენ უნდა ვიტოვოთ ამ სახში ისეთი გარემონოლოგიური ზონა, დეტექტორები მოგცემენ ამის ნიშანს. და როგორც კი ნიშანს მივიღებთ, აი მერე დაიწყება ნამდვილად გაყოლები უკვე გაზალა. მანდელა. მაშინ
ახლა მიბოდა დიხარ ზანზარებს იატაკი ტემპერატურა ნახება. ორი გრადუსია. 25-დან. ხო. და უბრალოდ ეგეც მაგას ხმა გამოვიდა. ორი, იგივე გასაშლელი. მიდი. ვიცი, შენ ჩანთაში დევს. კი ბატონო. თუ არ მოძრაობა იქნება. ამარი მომხდარა. მომინათელ გავიქ. It's the 3%-ია. კაი. დაცემი. ხმა ხმა იყო. აი მაშინ. არ მაშინ ეკაცო, საინტერესოა. მაშინ როგორც საინტერესოა, როგორ ხმა ხმა იყო. მაგას მაგარ დიდი ხმა აქვს. პულტის ყოთ. უბრალოდ ეს დეტექტორი.
ამჯერად მოკლედ დავტოვეთ დეტექტორი თუ პერიმეტრზე რაიმე მოძრაობა იქნება უშუალო დეტექტორი ჩაირთვება და განგაში სიგნალიზაცია შევატყობინებს, რომ იმ მიმართულებით მოძრაობას ჰქონდა ადგილი. შევწირობთ სულეს არის. ეხლა რა გავაკეთოთ? არა. დეტექტორები დაყენებულია, მოძრაობის სენსორები დაყენებულია. ეხლა რო თქვათ, კამერა გავთიშოთ. რეალურად არ გამოვა, რო გავთიშოთ განზრია. თუ არ გადაიღო, თუ არ მიმოხდა, მე გვიანი იქნება ჩართვა. 19%-ია. გასაგებია. მაშინ სასწაულს უნდა. კაპელებით. ამაში არ კიდევს უკან ჩანთაში? ეხლა მინდა უშუალოდ კამერა. დროებით გავთიშოთ და შევერთოთ მე ჩართოთ. მეგობრებო, ეხლა მოხდა ცნაური შემთხვევა. დროებით გათიშული ქონდა კამერები და კამერები. აგვირდებოდით ხმებს და უცბად ჩაირთო მოპირდაპირ ოთახიდან განგაშის სიგნალიზაცია. ჩვენ უცბად ვერ მოვახერხებთ კამერების ჩართვა, მაგრამ ეხლა უკვე აი აჩვენე მომიერთდა. აი სენსორი საფკას, ჩანს ხო სენსორი. ამიტომ კი. ეს ის გასცემოთ, ერთი არის აქტივად. და ერთი კიდე აღარ იქ. და უცბად თუმცა განგაშის სიგნალიზაცია ჩაირთო. ის ინფრაწითელი სკანერია, ინფრაწითელია. და თვალით უხილავმა თუ რამე გაიარა, ხო მეგობრებო? აუცილებლად ჩართავს განგაშის სიგნალიზაციას. და ეგეთი შემთხვევა უკვე მოხდა. უბრალოდ კამერა ვერ ჩართეთ, ეხლა იმაზე გვაქვს დაყვანილი უკვე powerbank-ზე რამდენი პროცენტია? 15. 15. იტენება? არა. აკლდება. ნახეება. კარგად არის შეთებული. სალასერულ კამერაც გვაქვს რამე. ვაუ. შეხტება. დულიტერება. powerbank-ი ბოლომდე დაწერილია. 10,000-იანია და არ იტანება. რატომ?
შემთხვევაში ჩართო გამგოში სიგნალიზაცია. არ ვიცი. მაგრამ ხმები ისე სიგმა რაღაცა ნიო გადის. დეტექტორების სიგნალებს ვლოდებით. რომლებიც მოვლენებს. გაითიშა საერთოდ. რა დაუწყუპებია. ექსესორი აქეთ ხარ გამოიტანდი. აი აქეთ ხარდალი ფასკა. ხა. Guy. კი. ხედავ, გაგეშდა აპარატი. ესაირა. მართლა? ხო. Sorry. Детектор. Да. Avşarda. Tanışın maç getirsen. İki tarih mı bir?
Tanari. ეს არის აქტიური ზომაში კარტეს დერეფანის და რომელიმე ოთახი. Negrija ki? Ai, okay. Iki ama. Gibi biz. Осталось нарасай мету кивиара. Чому гуми ресторан чому их лицевида? Симабля нах. Este andam balia. Ეგ უცესირა ირბენ. რამდენი პროცენტია? 14. ხიტო ვიხოცე დადის თითქოს, ხო? ხმა ისმის ეგეთი კი. თითქოს აქ დაბლა არ ჩამოდის. ადის და ჩამოდის. საინტერესო კამერაში როგორ გამოჩნდება ეს კლები ისმის. იგი თოთაღიდან იყო ხმა. მოიცადეთ იგი ჩერდება. Temperaturas possono provare a riguardano. ეს გაიჭიდეთ 4%-ზე. რამდენი ხანი ვიღებთ?
33 წუთი. აქ რაღაცა პერიოდულად შემოდის. ეს რა იყო? ეს რა იყო? სუპარიდა. ეხლა დავუძვით. ის მიმართულებით პოცავა. ვოუ. ვიღაცამ გაიარა. ვიღაცამ გაიარა. მას დალეწვის ხმა იყო. ფეხს რო დაავიჭებ რაღაცაზე. მაგრამ ეხმა იყო იქიდან და ეხა საჭიროა მაქსიმის მიმართულებით მოძრაობა. არ მოხდით. სამი შემოხეთ ეს. ჩართულია? Რამდენჯერ გავიგეთ, არ ეყარა ეს მინდა.